სიმსივნე არის ნომერ მეორე მკვლელი მსოფლიოში 10 მილიონი ადამიანი იღუპება ყოველწლიურად სიმსივნისგან და ერთ მხარეს რომ წარმოვიდგინოთ ყველა ადამიანი ვინც იღუპება ომებისგან, კრიმინალით, მკვლელობებით, კატასტროფებით და მეორე მხარეს სიმსივნით გარდაცვლები სამჯერ მეტია სიმსივნით გარდაცვლილი და დღევანდელი მედიცინის ფარგლებშიც კი სიმსივნეების ბევრი სიმსივნის ეფექტური მკურნალობა არ გვაქვს, ისე რომ ადამიანი განიკურნოს ბოლომდე, ამიტომ სიმსივნის რისკის შემცირება ძალიან მნიშვნელოვანია და 40% სიმსივნეების გამოწვეულია იმ საკვებით, რომელიც მაცივარში გვაქვს და ვჭამთ ყოველ დღე და დღეს გეტყვით ტოპ 9 საკვებს, რომელიც შეგიძლიათ შეამციროთ მაქსიმალურად და სიმსივნეების რისკი შეიმციროთ დაახლოებით 40%-ით. ანუ გაინახევროთ პრაქტიკულად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი სიცოცხლისთვის. პირველი ყველაზე მთავარი საკვები, რომელიც საერთოდ ჯობია რომ ამოიღო, არის პროცესირებული ხორცი. პროცესირებული ხორცი რომელია? სოსისები, ძეხვეული, დამუშავებული ხორცი, ნებისმიერი ფორმით დამუშავებული და შენახული ხორცი, მოკლედ, არის კარცინოგენების ბუდე. რამდენიმე სახის კარცინოგენი შეიძლება. ჯერ ერთი რითიც ინახავენ ხორცს, ნიტრატები, ნიტრიტები გადაიქმნება ნიტროზამინებად, ცილებთან ურთიერთქმედებს ეს ნიტრატები მაღალ ტემპერატურაზე და ნიტროზამინები წარმოიქმნება. ნიტროზამინები არის ცნობილი კარცინოგენი, აზიანებს დნმ-ს, აზიანებს უჯრედებს და ვითარდება სიმსივნე. ნიტროზამინები ნომერ პირველი რისკია დამუშავებული ხორცისგან, პროცესირებული ხორცისგან, ასევე პოლიციკლური არომატული ჰიდროკარბონები, რომელიც წარმოიქმნება, როცა ცხელდება მოკლედ ხორცი, როცა იწვის და რო იწვის ეს ცხიმი მიაღწევს მაღალ ტემპერატურას, ისეთ მაღალ ტემპერატურას, როცა იწყებს შებოლვას რო იწყებს, აი მაგ დროს წარმოიქმნება ეს მავნე კომპონენტები და ეს ხდება მერე საკვებზე. საკვებზე რო ხდება, ჭამთ იმას ჩვენ და ადამიანს მნიშვნელოვნად უზრდის ბევრი სიმსივნის რისკს, მაგრამ განსაკუთრებით კოლორექტალური მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკს, მათ შორის კუჭის კიბოს რისკს, პანკრეასის კიბოს. პანკრეასის კიბო არის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი კიბო, რაც შეიძლება არსებობს, ანუ სტივ ჯობსიც კი, რომელიც რა ვიცი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მეტი ფული ჰქონდა, ყველაზე მეტი სახელი და გავლენა ჰქონდა პანკრეასის კიბოთი დაიღუპა. და აქვე ვიტყვი გავაბათილებ იმ მითს, რომ ხშირად რომ ამბობენ ხოლმე, რომ იცი კიბო განკურნებულია დიდი ხანია, მაგრამ ჩვენ წამალი არ აქვს და თუ ჩვენ წამალი არ აქვს, ხო ქონდა მას წვდომა. მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილი, ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ადამიანი იყო სტივ ჯობსი და რო დაემართა, როგორ დაიწყო? თავიდან არ აღიარებდა, მე რაღაცა მცენარეულ რაღაცებს იღებდა, რომ ის მცენარეებით უშველო და ბოლოს უკვე რომ ვერაფერმა ვერ უშველა, მე დაიწყო წამლების მიღება. რა თქმა უნდა, ისეც წამლებითაც არ არის გარანტია, რომ განიკურნებოდა, მაგრამ მეტხანს იცოცხლებდა ნამდვილად. მნიშვნელოვნად მეტხანს გაუხანძლებდა ცხოვრება, რომ დროულად მიიღო წამლები და დროულად მიემართა მკურნალობისთვის და ეს უნდა იყოს გაკვეთილი ყველასთვის, ვინც უარყოფს კლასიკურ მედიცინას, იმიტომ რომ ხო ხედავთ რეალურად, რომ აი ასეთი რაღაცები ხდება ესეთ ცნობილ ადამიანებთან, რომელსაც უზარმაზარი გავლენა და ფული აქვს და მაინც ვერ შველიან. და თუ ჩვენ შეგვიძლია რომ ავირიდოთ, თუნდაც ცოტათი შევიმციროთ რისკი, უნდა შევიმციროთ. და ეხლა იტყვით ადამიანი რომ რა არის უსაფრთხო დოზა, თუ არსებობს უსაფრთხო დოზა? არა. ხორცის შემთხვევაში, დამუშავებული ხორცის შემთხვევაში უსაფრთხო დოზა არ არსებობს. 50 გრამსაც კი თუ იღებს ადამიანი დღის განმავლობაში, რისკი ეზრდება, მნიშვნელოვნად ეზრდება. შესაბამისად, ჯობია რომ საერთოდ მოაცილო ყველანაირი ასეთი დამუშავებული ხორცი, შენი მაცივრიდანაც და შენი სახლიდანაც და არ ჭამო. უფრო იაფიც დაგიჯდება, ფულსაც დაზოგავ და შენს ჯანმრთელობასაც. მეორე მნიშვნელოვანი საკვები, რომელიც უნდა აირიდო, არის წითელი ხორცი. წითელი ხორცი შეიცავს კარცინოგენს. რაც აღნიშნე ზევით პროცესირებული ხორცის შემთხვევაში, ესეც შეიცავს ნაკლებ ნიტროზამინებს შეიცავს, მაგრამ სამაგიეროდ კარცინოგენებს შეიცავს მაინც, ასევე წითელი ხორცი შეიცავს რკინას ჰემის ფორმით და ეს რკინა აზიანებს უჯრედებს, ნაწლავების უჯრედებს და მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკს ზრდის. დაახლოებით 12-13% ზრდის წითელი ხორცის მიღება. 100 გრამს თუ იღებ დღის განმავლობაში, რისკი იზრდება მსხვილი ნაწლავის კიბოს დაახლოებით 12%-ით. და აქ ამბობენ ხოლმე, რომელია უსაფრთხო ხორცი შედარებით უსაფრთხო, ყველაზე უსაფრთხო არის, რომ ჭამოს ადამიანმა ხორცი, რომელიც არის წითელი.
მაგალითად ქათმის ფილე. ხო, ქათმის ფილეზე დამატებით კიდე ახლა რომ აბა იქ იმითია გაჯერებული ანტიბიოტიკებით და ჰორმონებით და ესე ყველაფრის რისკი შეიძლება იყოს, მაგრამ სიმსივნის რისკი ამ ხრივ აქვს ხორცს, წითელ ხორცს, ყველაზე მეტად და სხვათა შორის წითელ ხორცშიც კი ძროხის და ცხვრის ხორცს უფრო მეტი რისკი აქვს სიმსივნის განვითარებით, ვიდრე ღორის ხორცს. თუმცა ღორის ხორცს თავისი უდიდესი მინუსები აქვს, ცხიმში გატენილ ხორცს თუ შეწვა იქ იმდენი კარცინოგენები იქნება და ისეთ ზიანს მიიღებ იმ ცხიმისგან, რომ გასაგებია, მაგრამ თუ უბრალოდ ხორცის შედარებას გავაკეთებთ, მაშინ ძროხის ხორცი და ცხვრის ხორცი უფრო მავნებელია სიმსივნის რისკის მხრივ, ვიდრე ღორის, თუმცა ღორისაც მავნებელია. და რომ ვთქვათ, რომ აბა რამდენი უნდა ჭამოს ადამიანმა, რომ უსაფრთხოებას. მოკლე ესეთი იქნებოდა, მოკლე რჩევა, რომ 350 გრამს კვირის განმავლობაში არ უნდა აცილდე ხორცის ჭამას რა. 350 გრამი დაახლოებით. აი ეგ არის იმისთვის, რომ შეიმცირო მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკი და მათ შორის პანკრეასის კიბოს რისკი. ხორცი პანკრეასის კიბოს რისკსაც ზრდის. მესამეს, რასაც ვიტყოდი, ეს არის შაქრიანი სასმელები. შაქრიანი სასმელები პირდაპირ არ იწვევს კიბოს. პირდაპირ არა, მაგრამ შაქარი და შაქრიანი სასმელები მნიშვნელოვნად დაკავშირებულია ჭარბწონასთან და ჭარბი წონა იწვევს კიბოს. ჭარბი წონა იწვევს ზოგიერთი კიბოს რისკის ზრდას 84%. ან უზარმაზარია, თითქმის ორმაგდება კიბოს რისკი, როცა ადამიანს აქვს ჭარბი წონა. ამიტომ ჭარბი წონა კი არ არის ესთეტიური პრობლემა. ჭარბი წონა არის სამედიცინო პრობლემა. ჭარბი წონის დროს ინსულინ რეზისტენტობა ვითარდება, ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორი გამოიყოფა, რომელიც უჯრედების ზრდას ასტიმულირებს და კიბოს რისკს ზრდის. მეორეს მხრივ, ჭარბი წონის დროს ცხიმოვანი ქსოვილიდან გამოიყოფა ანთების მედიატორები და მთელ ორგანიზმში მიმდინარეობს ანთება და ეს ანთება აზიანებს უჯრედებს. უჯრედები როცა ქრონიკულად ზიანდება, სიმსივნის რისკი იზრდება. ამიტომ ჭარბი წონა ბევრი სიმსივნის რისკს ზრდის. მათ შორის კოლორექტალური ან მსხვილი ნაწლავის კიბოს, თირკმელების, პანკრეასის, საკლაპავის, ნაღლის ბუშტის, კუჭის, ფარისებრი ჯირკვლის, თითქმის ყველა სიმსივნის რისკს ზრდის ჭარბი წონა. ამიტომ მაქსიმალურად უნდა აირიდო თავიდან, თუ შეგიძლია შაქრიანი სასმელები. შაქრიანი სასმელები, რომლებია კოლა და ეს ნებისმიერი რაც ლიმონათები და რაღაცები რაც არის, ენერგიის სასმელები, რომელსაც შაქარი აქვს, ყავა, ჩაი, შაქრიანი ჯობია რომ არ დალიო, თუ შეგიძლია წყალი არის საუკეთესო ვარიანტი რომ მიიღო, თუ არ შეგიძლია წყალი, ყავა, ჩაი, უშაქრო, სრულიად უსაფრთხოა შეგიძლია მიიღო და უშაქრო კოლები რომ არის ეგეც შესაძლებელია. ხო, უშაქროს მე იტყვიან ადამიანებს, რომ ახლა თავისი რისკები ხომ აქვს უშაქრო კოლას, რომ შეიძლება მადა გააძლიეროს და თუ ადამიანი შემჯდარია შაქრიან სასმელებზე, იმან ჯობია დალიოს უშაქრო კოლა. სიმსივნის რისკი შეუმცირდება. მე ამ უშაქრო კოლასაც ებრძოლე რომ შეამცირო იმის რიცხვი, მაგრამ შუალედურად სრულიად გამართლებულია რომ დალიოს ადამიანმა თუ ისედაც სვავს შაქრიან სასმელებს. მეოთხე ყველაზე ხშირი მიზეზი და მნიშვნელოვანი სიმსივნის არის ალკოჰოლი. ალკოჰოლზე სულ მიდის ხოლმე რომ აბა ეს ჯანმრთელობა თუ ეს ჭიქას დაალევ და რა არ არის ტყუილია. აი სრულებით ტყუილია ეგ რომ ადამიანები ამბობენ რომ ალკოჰოლის დალევა არის ჯანმრთელობა. არც ერთი გრამის ალკოჰოლის დალევა არ არის ჯანმრთელობა. ალკოჰოლი არის ტოქსინი და ტოქსინი მავნებელია. ტოქსინი ჯერ ერთი რომ ანუ ღვიძლის კიბოს რისკს ზრდის, კიდე მკერდის კიბოს რისკს ზრდის მნიშვნელოვნად. თითო ჭიქა, ყოველი ჭიქა დაახლოებით 7% ზრდის მკერდის კიბოს რისკს. ქალებში. ან რო წარმოიდგინოთ რომ ერთ ჭიქას თუ სვავს ქალი დღეში მინიმუმ 7% მომატებული კიბოს რისკი, თუ ორ ჭიქას სვავს 14%, თუ სამ ჭიქას სვავს 25% აქვს მკერდის კიბოს რისკი. ამიტომ ალკოჰოლი პირდაპირ დაკავშირებულია მკერდის კიბოს რისკის ზრდასთან, ღვიძლის კიბოსთან. შესაბამისად არ არის ალკოჰოლი უსაფრთხო. არც ერთი ალკოჰოლი არ არის უსაფრთხო და არც ერთი რაოდენობა არ არის უსაფრთხო. თუ ადამიანს უნდა რომ თავი მოიტყუოს და დალიოს, მაგრამ იცოდეს რომ სიმსივნის რისკს ზრდის. აი ეს არის თავარი. რატომ? იმიტომ რომ ალკოჰოლი ჩვენ ორგანიზმში გადაექმნება აცეტალდეჰიდად, აცეტალდეჰიდი არის ძლიერი კარცინოგენი. აი ეს არის ამბავი, რატომაც ან პირდაპირ წამლის ღვიძლს და აზიანებს უჯრედებს. აზიანებს უჯრედებს, რაც მეტ უჯრედს და აზიანებს, მით მეტი შანსია რომ რომელიმესგან განვითარდეს კიბო. მეხუთე მნიშვნელოვანი საკვები, რომელიც კიბოს რისკს ზრდის, არის
შებოლილი საკვები. შებოლილი ყველაფერი. შებოლილი ხორცეული და ნაწყებული, შებოლილი ყველი დამთავრებული. ყველაფერი რაც იბოლება არის სიმსივნის გამომწვევი. კარგად არის დადასტურებული, ან კითხვის ნიშნები მანდ არ არის. შებოლილია სიმსივნეს იწვევს. ხორცი მეტად, ყველი ნაკლებად, მაგრამ ორივე. ერთი რომ პოლიციკლური არომატული ჰიდროკარბონები წარმოიქმნება შებოლის პროცესის დროს და ეგ არის მნიშვნელოვანი კარცინოგენები და ნიტროზამინები წარმოიქმნება. რაც ხორცის შემთხვევაში იყო, მოკლედ შებოლის დროსაც უმეტეს საკვებს რაც კი იბოლება, ყველაფერს აქვს რისკი აი ამ სიმსივნის განვითარების, ამიტომ ჯობია რომ საერთოდ ამოიღო ნებისმიერი შებოლილი საკვები. და ეხლა შებოლილი საკვები რომელი სიმსივნების რისკს ზრდის ყველაზე მეტად? კუჭის კიბოს რისკს დაახლოებით 50%-ით და იაპონიაში დააკვირდნენ რომ იაპონებს უყარს შებოლილი მარილიანი ეგეთ კულტურული საკვებია მათთვის ჩვენთვის რაც პრინციპი ან შებოლილი ლორი და სულგუნი და მარინადები და მწნილები ჩვენთვისაც კულტურული საკვებია და ბევრად უფრო ესეთ პოპულაციებში ბევრად უფრო მაღალია კუჭის კიბოს რისკი ვიდრე იმ ადამიანებში ვინც ამ საკვებს არ ჭამს, ამიტომ შებოლილი საკვები უნდა მოიცილოთ, სასურველია. ასევე საყლაპავის კიბოს რისკს დაახლოებით 40%-ით და მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკს ზრდის დაახლოებით 20%-ით. მეექვსე მნიშვნელოვანი არის მარინადები და მწნილები. მოკლედ რაც აი დამარილებული რაც არის ძალიან ეგეთი საკვები რაც არის განსაკუთრებით სახში გაკეთებული რომელსაც ძალიან ბევრი მარილი აქვს კუჭის კიბოს რისკს ზრდის დაახლოებით 50%-ით. და აქაც იმ პოპულაციებში მოკლედ სადაც აი ესეთი მარინადები არის კულტურული საჭმელი და ადამიანები ჭამენ და ჭამენ ბევრად უფრო მაღალია კიბოს რისკი, ამიტომ მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ მოკლედ დამარინებულ საკვებს. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. არა მარტო კუჭის, არამედ მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკი შეიძლება გაზარდოს, თუმცა ყველაზე მეტად კუჭის კიბოს რისკს ზრდის. მეშვიდე არის მარილიანი საკვები. ეხლა არა მარტო მარინადები და მწნილები და ესთები, არამედ ნებისმიერი მარილიანი საკვები, რასაც მარილს აყრის ზევიდან, ყველაფერი სიმსივნის რისკს ზრდის. მარილი ურთიერთქმედებს კუჭთან, კუჭის კედელს აზიანებს, მე ეს კუჭის კედელი ხდება დაუცველი, უნარო, რომ მოდის კარცინოგენები იწოვს ყველაფერს და აზიანებს კუჭის კედელს, კუჭის კიბოს რისკი ვითარდება. მეორეს მხრივ მარილი ანეიტრალებს ამ კუჭის კედელს და ასუსტებს მოკლედ და ჰელიკობაქტერ პილორი, რომელიც არის კუჭის წყულის მთავარი გამომწვევი ბაქტერია და ასევე კუჭის კიბოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორი ბევრად ადვილად მრავლდება და ამის გამო მარილიანი საკვები, ნებისმიერი მარილიანი საკვები, რომელიც არის მარილიანი, არ აქვს მნიშვნელობა თევზი იქნება თუ ყველი იქნება თუ მარილი მოყრილი სალათი, ნებისმიერი ზრდის კუჭის კიბოს განვითარების რისკს, საყლაპავის კიბოს განვითარების რისკს, ცოტათი მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს. საუბარი აღარა რესტორნის საკვებზე, რომელიც ძალიან მარილიანია როგორც წესი, აი მაკდონალდსები, ბურგერები, რაღაცეები, შაურმები და ასე, მე ძალიან მიყვარს, მაგრამ უზომოდ ბევრი მარილი აქვს, ანუ გემოები, იმისთვის რომ ძალიან მკვეთრი გემოები კონდეს, ბევრი არომატიზატორები აქვს დამატებული და მოკლედ კარცინოგენების ბუდე, ანუ შემწვარ ხორცზე აღარაფერს ვამბობ და ცხიმი და მაიონეზი და ასე, ანუ გაძეძგილია მოკლედ კარცინოგენებით, შესაბამისად რაც მეტად მოერიდებით ეგეთ საკვებს, მწვავ უკეთესი თქვენი კუჭისთვის. მერვე არის შემწვარი საკვები. შემწვარი ნიშნავს მაღალ ტემპერატურას. მაღალი ტემპერატურა ნიშნავს კარცინოგენების წარმოქმნას. კარცინოგენების წარმოქმნა ხდება, როდესაც ტემპერატურა, რაღაცის ტემპერატურა 120 გრადუსზე მაღლა ადის, უკვე კარცინოგენების წარმოქმნა იწყება. ჰეტეროციკლური ამინები, მაგალითად, რომელიც ძალიან ცნობილი კარცინოგენებია, ტემპერატურა ადის, ეგრევე წარმოიქმნება ეს კარცინოგენები. თუ კი პურეულზეა საუბარი და სახამებელზე, კარტოფილზე და ეგეთებზე, მაშინ აკრილამიდები წარმოიქმნება. აკრილამიდები, როგორც კი შეწითლდება რაღაცა, აკრილამიდები იწყებს წარმოქმნას. ასე რომ, ეგენი ძალიან მნიშვნელოვანი კარცინოგენებია. განსაკუთრებით ენდომეტრიუმის და საკვერცხის კიბოს განვითარების რისკს ზრდის ქალების შემთხვევაში, აი რა, პურეულობა და ჩიფსები და ეგეთი რაღაცები, შემწვარი კარტოფილი და ასე. შესაბამისად, თუ შესაძლებელია რომ აერიდოს ადამიანმა თავიდან, უნდა აერიდოს. რომელი სიმსივნეების რისკს ზრდიან ესენი ყველაზე მეტად? პანკრეასის სიმსივნის 20%-ით, მკერდის კიბოს, საყლაპავის კიბოს რისკს და საკვერცხების და ენდომეტრიუმის კიბოს რისკს ზრდის. და მეცხრე არის რძის
პროდუქტები. რძის პროდუქტები და ცხიმოვანი პროდუქტები. მოკლედ, ნიშნელოვნად ზრდის, თუ კი რძის სახით იღებს ადამიანს, რძის ფორმით იღებს აი ამ ცხიმებს, ზრდის პროსტატის კიბოს რისკს. შეიძლება მკერდის კიბოს რისკიც გაზარდოს. რატო? იმიტომ რომ ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორი წარმოიქმნება, მოკლედ, უпростоად შეიცავს რძე, შეიცავს ჰორმონებს, მათ შორის აი ზრდის ჰორმონებს შეიცავს, ბუნებრივად შეიცავს. რომც არაფერი არ დაუმატონ, შეიცავს, იმიტომ რომ რძე არის იმისთვის, რომ ბოჩოლა გამოიკვებოს, ხო და გაიზარდოს და ზრდის ფაქტორებს შეიცავს. შესაბამისად, ანუ ეს ზრდის ფაქტორის მიღება ორგანიზმისთვის, ჩვეულებრივი ზრდასრული ორგანიზმისთვის რა არის? რა არის და სიმსივნის უჯრედის შესაბამისად ნიშნულოვან ზრდის რისკებს, ამიტომ ორ ჭიქაზე მეტი რძის მიღება არ შეიძლება, მოკლედ არანაირად არ არის სასურველი, ასევე ვინც ბერყველს იღებს და მდნარ ყველს იღებს, რძის პროდუქტებს მოკლედ ბერს იღებს დღის განმავლობაში, არ არის სასურველი არანაირად. ნუ ერთი ჭიქარზე არა უშავს, ანუ საკამათოა ძალიან, მაგრამ აი ორი და მეტი, ორზე მეტი მოკლედ უკვე არ არის რეკომენდირებული არანაირად. და მოკლედ რომ ვთქვათ, აი ესე საჭმელები განსაზღვრავს რეალურად როგორ ვიცხოვრებთ. ყოველი არჩევანი რომელსაც გააკეთებ, არის არჩევანი ან სიმსივნისკენ, ან სიმსივნისგან. ამიტომ შენ შეგიძლია რომ შენი მაცივარი ისე გამოათავისუფლო, რომ ბიუჯეტიც დაზოგო და შენი ორგანიზმიც. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, შეგიძლიათ ჩემი არხის განვითარებას ხელი შეუწყოთ აღწერაში და კომენტარებში დევს ანგარიშები და მასზე ჩარიცხვით შეგიძლიათ დონაციები გააკეთოთ. ასევე ვისაც ჩემთან პირადი კონტაქტი უნდა პატრეონის საშუალებით, ამ ეტაპზე მაქვს პატრეონით ჩემთან კონტაქტის საშუალება, ვისაც უნდა პირადად. ნუ ემიგრანტები რომ მეუბნებიან ხშირად რომ აი ონლაინ კონსულტაცია ვთქვათ ემიგრანტების გააკეთე, ან მე ვერ მოვიფიქრე ამ ეტაპზე ისეთი ფორმა, რომელიც შეიძლება რომ აი ესე გაკეთდეს ემიგრანტებისთვის, შესაბამისად ამ ეტაპზე არ მაქვს, თუმცა ვფიქრობ რის გაკეთება შეიძლება, რადგან ვიცი რომ ემიგრანტებისთვის ძნელია ექიმთან მისვლა და ეგ დიდი პრობლემაა რეალურად. შესაბამისად თუ მოვიფიქრებ რამეს გაგებინებთ, რაც შეეხება ვისაც მატერიალურად არ გაქვთ სურვილი ან საშუალება, მაგრამ ისე გაქვთ სურვილი რომ ჩემ არხს დაეხმაროთ, შეგიძლიათ დაალაიქოთ, გააშიაროთ, დააკომენტაროთ, ეს ხელს შეუწყობს არხის განვითარებას, პოპულარიზაციას. YouTube ამით ხვდება რეალურად, რაც მეც დააკომენტარებ, რაც მეც დაალაიქებ, ამით ხვდება YouTube რომ ეს ვიდეო საინტერესოა და სხვებსაც აჩვენებს. მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ.